ვაიზერის მშობელი დედა და მამა და აკუშერი ვინ არის ამ ბრენდის? ბატონო კოკა, ნუკა, ვისგან დავიწყოთ? სოფო, რა მშობლები ალბათ მშობელი გვერდს მიშოვებს. ჩვენ უბრალოდ ეს ვიყავით, რა ქვია, დავეხმარეს მშობლები. აკუშერები. თუმცა ჩანასახამდე სანამ მივიდოდა ეს ყველაფერი, ალბათ დიდი გზა გამოვიარა. რა ისტორია? ვაიზერი, როგორ ჩამოყალიბდა ვაიზერი? ვაიზერი ესე სახელწოდებით ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ვაიზერი იყო და მე ჩვენ რაზეც ვიმუშავეთ უფრო იყო ის ნაწილი რომ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ვაიზერი და ვიმუშავეთ გუნდთან ერთად იმიტომ ჩვენ ესეთი მიდგომა გვაქვს რომ ჩვენ თვითონ ესე არაფერს არ ვაკეთებთ და ყველაფერი ეყრდნობა იმ ცოდნას, იმ გამოცდილებას, იმ ხედვებს და იმ ღირებულებებს რაც გუნდის შიგნით არის და ჩვენ მე უბრალოდ ვახდენთ ამის მოდერირებას, კონსტრუირებას, რაღაცა ფორმის მიცემას, რომ ერთ ფურცელზე ვიყოთ და ერთნაირად გვესმოდეს სხვადასხვა რაღაცა. აი, ლუკა, მაშინ ესე გკითხავ. რას ნიშნავს თქვენთვის ვაიზერი? აი ამ მთელი პროცესი მე რაც კოკამ აღწერა. როგორც სააგენტოსთვის ერთ-ერთი ძალიან ესეთი ძვირფასი კლიენტი პირველ რიგში, იმიტომ რომ აი PSP-დან მოყოლებული ძალიან მშობელი კომპანია. კი, მშობელი კომპანიიდან მოყოლებული, ძალიან სწორად მიყავთ პროცესი, რასაც ქვია ურთიერთობა სააგენტოსა და კლიენტს შორის. რაც იგრძნობოდა PSP-ის შემთხვევაშიც იყო ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი ნდობა და მეორე მხრივ ასევე დიდი გამბედაობა თვითონ ბრენდის მხრიდან, რომ წამოყოლოდა რაღაც ისეთ იდეებში, რაც შეიძლება შეთქვათ იფიქრო, რომ ამას შეიძლება კლიენტმა ბოლომდე არ მიიღოს, არ აიღოს. და ვაიზერზეც აი პირველივე შეხვედრიდან ზუსტად იგივე სულისკვეთება რომ ვიგრძენით, ამიტომ ჩვენც უფრო თამამი გადაწყვეტები მივიტანეთ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის ვაიზერი ახლა დღეს არის დაზღვევა გამბედავი ადამიანებისგან გამბედავი ადამიანებისთვის. და მოუთმელად ველოდებით ის გამოვა ახალი ფორმით ბაზარზე და ადამიანები როგორ მიიღებენ იმას, რაზეც ვიმუშავეთ ჩვენ და გუნდმა. თუმცა ამ ვაიზერამდე მარტივად ვერ მივედით. რთული გზა გამოვიარეთ. და ეკალბარდებიც იყო გზაზე. მაგრამ პირველი რომ ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ ცვლილებების საჭიროება და დრო სწორად შეგვერჩია. და ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ გვეპოვა ის ხალხი, ის პარტნიორები, რომლებმაც ზურგი გაგვიმაგრეს. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და გვეყო გამბედაობა, რომ ბოლომდე დავეყრდნოთ კოკას, ნუკას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ კი, წარმატების ძალიან დიდი საფუძველი დადო. ჩვენის ხრივ ჩვენც გვაქვს ვალდებულება იმისა, რომ არ დავაღალატოთ. კი, იდეაში ყველაზე კარგ შედეგს თანამშრომლობა სააგენტოს და კომპანიის დებს არა პირველ კამპანიაზე და მეორე კამპანიაზე, რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება თანამშრომლობა, უფრო და უფრო კარგ შედეგებს ხედავთ. იმიტომ რომ ჯერ შეეწყობის შეთამაშებით, ან შეთამაშება ჩვენი სახელიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და შეთამაშების გარეშე არაფერი არ გამოგდის და თვითონ აი PSP ფორმატს რო გავიხსენოთ, აი ესე ნელ-ნელა მივდიოდით რა რაღაც კამპანია გქონდა, მერე კიდე მეორე კამპანია გქონდა და საბოლოო ჯამში ერთი წლის თავზე მივიღეთ ის კამპანია, რომელმაც ყველანაირი ჯილდო მოხსნა ჯერჯერობით, სადაც კი გავიდა და კიდევ გავუშვი? კი. ფრენა ხომ არ დავიწყოთ? ჩიტეს ფრენა არ ავიწყდებოდ. სოფოს აქვს ახალი ამპლუა, მეგობრებო. ეს BMG-ის გადაწყვეტილებით, რომელიც სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც ვაიზერს უკავშირდება, თუმცა რახან დაემთხვა ეს პროცესი, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ვაიზერის დაფუძნებასთან, რებრენდინგთან დაკავშირებით, BMG-ს ექნება მუდმივმოქმედი რუბრიკა ჩემო კოკა და ნუკა Advisor. ეხა ეს Advisor ჩველი იქნება, ედი იქნება, უბრალოდ ჭკვიან და ჩევლურ რაღაცებზეა საუბარი, ამას გადავწყოთ, მაგრამ ეს არის მისი ახალი ამპლუა, რომელიც მე ვთვლი, რომ მას ძალიან უხდება. და დარწმუნებულია წარმატებული. რატო არ ამაში? ხო და მე კიდე გამბედაობა მეყო, იმიტომ რომ გვერდით გიორგი მყავს. ჩემი ინტერესი და мотиваცია არის მაინც რაღაცა რისკებზე ვილაპარაკოთ ბევრი და რისკების მართვაზე.
დაზღვევა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ალბათ დაზღვევის საფუძველი არის რისკების მართვა და ყველგან გვაქვს რისკი და ალბათ რისკი რო არ იყოს ძალიან უფერული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება და თქვენ ხართ იმ სფეროში, სადაც კრეატივი, სადაც აი კონცეპტუალური საკითხები იღებს სათავეს. და ხართ იმ სფეროში, სადაც ალბათ ძალიან ამორფულია რისკის ცნება და ზოგადად აი კრეატივში და იმ სფეროში, სადაც თქვენ ხართ, აი რა შეგრძნებები გაქვთ რისკებთან დაკავშირებით? ეზღვევა ეს რისკები? ხანდახან ისეთ შეხედულება არის ხოლმე ამ კრეატიულ ინდუსტრიაზე, არადა ჩვეულებრივი ისეთივე ინდუსტრია არის, როგორც მაგალითად რაღაც კვების მრეწველობა, ნუ ეხლა მრეწველობის ნაწილი არ გვაქვს ჩვენ ესე ფიზიკურად ესე რაღაცებს, ინგრედიენტებს არ ურევთ, მაგრამ გონებრივ ინგრედიენტებს ურევთ ერთმანეთს და ზუსტად იგივე პროცესებს გავდივართ და საბოლოო ის პროდუქტი მივიღოთ, რომელიც მომხმარებლამდე უნდა გავიდეს. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ყველანაირი რისკი არსებობს. რისკი იმისი, რომ შენი ნაწარმი ბაზარმა არ მიიღოს და თან ჩვენ შემთხვევაში არის ცოტა უფრო მეტად გავს B2B ბიზნესი, იმიტომ რომ ჩვენ ორმაგი მომხმარებელი ყავს, ანუ ყავს ერთი მხრივ დამკვეთი, რომელმაც შემთა შეკვეთა უნდა მოიტანოს და მითხრას, რომ მას ჭირდება ესეთი კამპანია, მაგრამ მე ამასთანავე უნდა გავთვალო წინასწარ ის, რომ ჩემი საბოლოო მომხმარებელი არ არის ჩემი დამკვეთი, ჩემი საბოლოო მომხმარებელი არის ჩემი დამკვეთის დამკვეთი. და მან ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ცოტა ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე რომ მოდი მე ხა შევეცადო რომ პირდაპირ ჩემ დამკვეთს ველაპარაკო ვამო რაღაც და საბოლოო მომხმარებელი ვინც არის იმაზე დიდად ბევრი არ ვიფიქრო რა და შენი დამკვეთის დამკვეთი ყოველთვის მომხმარებელია. ჩემი დამკვეთის დამკვეთი ყოველთვის მომხმარებელი. 19%-ში არის. და 9 პერიოდშიც რომ მივამატო. კი, ანუ ჩვენ როცა თანამშრომლობდით, კოკა ჩვენზე არ ფიქრობდა, ჩვენ დაზღვეულებზე ფიქრობდა. ჩვენ დაზღვეულებზე უნდა ვიფიქრო და ეგ არის მნიშვნელოვანი რისკი, იმიტომ რომ შეიძლება მან კლიენტთან შეხვიდე ხანდახან კონფრონტაციაში და უთხრა რომ თან ჩვენი კონკრეტულ ფრეიმვორკზე არ ვიძახი ზოგადად ამ ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის და უპირატესობა რომ ჩვენი კლიენტების პროდუქტებს და პროცესებს გარედან უყურებთ, უფრო მომხმარებლის თვალიდან უყურებთ. როცა შენ თვითონ შიგნიდან ქმნი ამ პროდუქტს, ცოტა გემართება რაღაცა ესე თქვა ახლო მხედველობა და რაღაცებს ვერ უყურებ. გიყვარდება ეს შენი პროდუქტი, ხარ ძალიან ემოციურად დაკავშირებული და რაღაცებს გენანება, რაღაცებზე იმდენი დრო გაქვს დახარჯული და მე რომ მოვდივარ ვიღაც გარედან კონსულტანტი და გეუბნები რომ ეს არაფერში არ გჭირდება და საერთოდ სისულელია და გადავაგდოთ, ხო შეიძლება გაგიჩნდეს რომ რა სისულელია, ეხლა ამაზე ხალხმა 300 კაც-საათი იმუშავა, ამდენი ფული დაიხარჯა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი ვალი ეგ არის რომ ზუსტად არ დავიწყოთ რომ აი ხა სულ არ გითხრათ რომ აი თქვენ როგორც გინდა და ის რომ მე ხანდახან კლიენტს უდგები კონფრონტაციაში და ჯიქდები და ჯორზე ვჯდები ძალიან დიდი რისკის შემცველია. მაგრამ ძალიან სწორი იყო სხვათა შორის ეს აქცენტი. მე ახლა მივხვდი ყველაფერს ნუ დააზღვევ, საიდან მოდის და როგორ მოდის. ჩემი კლიენტის ამბავია. რა თქმა უნდა, ყოველთვის იცი რა, ისე რომ შეხედო, აი განსაკუთრებით ეს არის მადონასე. ამ თაროზე მოხვედრის დღიდან ვოცნებობდი პირველ სტუმარზე. და ისიც მოვიდა, მაგრამ ჩაი სხვა ჭიქით დალიეს. შემდეგ მეტნი მოვიდნენ. იყო დაბადების დღეები. ქორწილებიც. მაშინ უბრალოდ მტვერი გადამწმინდეს. გაგიკვირდებათ და ჩაის გემო არც კი გამისინჯავს. ეთყობა ზედმეტად ძვირფასი ვარ. ეს არის ჩემი ცხოვრება. რომელიც არ მეცხოვრია. ყველაფერს ნუ დააზღვე. ეს არის ის რაც ამბობ, ხო, მაგრამ ბიზნესმა უნდა იფიქროს, ნახე, კიდე სხვა რაღაცას. თავარი მისი დანიშნულება არის, რომ აქციონერებმა მოგება ნახონ, მენეჯმენტი იყოს გამართული.
მე ჩემი გადმოსახედიდანაც გელაპარაკები და გეოპონირები იმაში, რაც არის. მად ნახეთ ჩვენ ძალიან გვიყვარს სიტყვების თამაში და კრეატიულ ინდუსტრიაში და კომუნიკაციაში არც ერთი სიტყვა არ არის შემთხვევით. მაგალითად მესიჯი რომ ყველაფერს ნუ დააწყო, მათ ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. ანუ ეს არ გეუბნება შენ რომ თავზე ხელაღებული ტიპი იყო და ყველანაირი მის გარეშე რა ქვია წინასწარ გათხრების და სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინების გარეშე შენ პირდაპირ რაღაცა შევარდე ქარცეცხლში. ეს გეუბნება რომ უბრალოდ ყველაფერს ან ზედმეტს ნუ იზავ, ანუ ზედმეტად ნუ გადააზღვა ყველაფერს და ამის კუთხით ნუ იზავ ისეთ რაღაცას, რომ აი რაღაცები უბრალოდ შენ თვალთ მიღმა ჩაიაროს თელმა შენმა ცხოვრებამ, იმიტომ რომ შენ თქვი რომ აი ახლა მე ამას ვერ ვიზავ რა, მოდი ვერ წავალ სასრიალოდ, იმიტომ რომ შეიძლება საიდანაც ზვავი ჩამოწვეს. ოღონდ კი არ გითხრეს შენ რომ ზვავს საშიშროება არის, ზვავს საშიშროება თუ არის, არ უნდა წახვიდე რა თქმა უნდა, მაგრამ მე შეიძლება ვიფიქრო, ვაიმე საიდანაც შეიძლება ზვავი ჩამოწვეს, ვაიმე შეიძლება ხა იქ ცუდი ამიდიღოს, ვაიმე ვიღაცა რომ მოდიოდეს ნასწომი და დამეჯახოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვიცნობთ ახლა ბევრი არის ესეთი ადამიანი და ყველაზე ცუდი ის არის რომ ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებიც მოგვიწოდებენ რომ ჩვენ ასე ვიცხოვროთ. ვიცხოვროთ ისე რომ მე თვითონ გადავაზღვიო ჩემი რისკები რომ შემთხვევა რომ დადგება მე კიდე აქით ჩარი არ მომდონო მე თურმე არასწორი ფეხსაცმელი მეცვა როცა დავრბოდი. ანუ არ უნდა გავაცინოთ. დავეწია. საინტერესო და მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ იდეაში, ცხოვრებაში. საინტერესო მომენტებს შეიძლება ხელიდან ვუშვათ, არა და თვითონ მესიჯი ზორ კომპონენტიანია. დასაწყისში ვამბობთ, რომ ვაიზერი აზღვევს ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მეორე კომპონენტი უფრო ეხება იმას, რომ რაღაც გლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო. ანუ ისეთი რაღაც არ უნდა დააზღვიო, რაც უარს გათქვევინებს შენს ცხოვრებას. ავტომობილი შემეცოდა, Mercedes-ია თუ Aston Martin-ი კლიპში? Mercedes-ი. დღესაც ზუსტად ისეთივე ვარ, როგორც 30 წლის წინ. არც ერთ ორმოში არ ჩამერტყამს, არც ერთი ნაკაწრი, არც ერთი ნაოჭი. ისევ იგივე ციფრები ოდომეტრზე. ჩემი პატრონი არასდროს ამიყვანია ქალაქგარეთ. არც ბავშვები ამიყვანია გარაკზე, დღეში და ღრეში. რატომ? ჩემი პატრონისთვის ძალიან ძვირფასი ვიყავი და მიფრთხილდებოდა. ვნანობა მას? ალბათ კი. ერთხელ მაინც გავაკობდი გარს. გავაგონებდი ჩემი ძრავის ხმაურს. მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ფარეხში გავატარე. შიშში გავატარე. როცა მაგ კონცეფციებზე ვფიქრობდით, სამუშაო სახელად ერქვა უცხოვრებელი ცხოვრების სევდა, რომელიც ამ ზედმეტ დაზღვევას მოყვება ხოლმე და უბრალოდ ეს ყველაფერი გადავიტანეთ იმ ნივთებზე, რომელიც ჩვენს ბავშვობაში განსაკუთრებით რაღაც უფრო მეტად 90-იან წლებში და კიდევ ცხოვრების სევდა. კი, სამუშაო ისესი. ჩემი ემოცია, როდესაც ეს ფრაზა პირველად გავიგე, რომ უცხოვრებელი ცხოვრების სევდა. და მე თავიდან ვიფიქრე, რომ ჯერ უნდა დავეწიო. რაღაცა ანუ უცეხო და მე უკვე მივხვდი, რომ მართლა თუ არ ცხოვრობ, მთელი ცხოვრება მოყვება ეს უცხოვრებელი ცხოვრების სევდა და ძალიან დამაფიქრა. და მივხვდი, რომ ეს მარტო დაზღვევას არ ეხება. გასევდიანებ და თან მიზანს ფოკუსს გასწორებინებს, რაღაცა ყველაფერი ერთად არის. ხო, მაგარია. გადაგაფასებინებს ყველაფერს. თავარი რაც ყოველთვის დგას ხოლმე ესეთი ბრენდის განახლების ან გაშვების მომენტში არის კითხვა, რამდენად შეძლებს რომ ბრენდი იმ დაპირებას გავყვეს მე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, რასაც უკეთებს მომხმარებელს. ახლა ეს ეტაპი, როდესაც პირველი კომუნიკაცია ხდება, ბრენდი პირველად ხდება, არის უბრალოდ რაღაცა გაჟღერება დაპირების. შემდეგ ეს დაპირება უნდა იცხოვროს ამ ბრენდმა. ჩვენი მხრიდან, როგორც სააგენტოსგან, ამ დაპირებას არ ვათქვევინებდით ბრენდს, რომ არ დაგვენახა გუნდში იმის პოტენციალი, რომ ამას შეძლებს პროდუქტის გამოცდილების, მომსახურების დონეზე. ამის იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ის, რასაც ბრენდი პირდება მომხმარებელს და ის რა სეგმენტით შეარჩია ამ ბრენდმა მის მთავარ აუდიტორიად, მისთვის რაღაც განსხვავებულ შექმნის, რაღაც ისეთ შექმნის, რაც მომხმარებელს შეიძლება გააოცებს, დაინტერესებს, უფრო მეტ სიყვარულს გაუჩენს ამ ბრენდის მიმართ და ამ დაპირებას იცხოვრებს, რომელიც ახლა გამოხატულია მესიჯში, რომ ჩვენ კი ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ, რაც რეალურად ითარგმნება იმაში, რომ შენ შეგიძლია გქონდეს მეტი გამბედაობა, მეტი სითამამე, მე შენი თანამგზავრი ვარ, შენ თუ იქნები შენი ცხოვრების მთავარი გმირი და ამაზე არ იტყვი უარს, მე გამოყვები თანამგზავრად ამ
მოგზაურობაში. მოკლედ ჩვენ მხარეს არის უკვე, ხო? აქეთ კი, გადმოვიდი. ბურთი ბურთიდან- თქვენ მხარეს კი, არის. ბურთი ჩვენ კიდე მხარეს ეს ყველაფრის გადაზღვა შეუძლებელი არის და თან როცა რაღაც ახალს ვაკეთებთ, თუ ყველაფერი ხედავთ, რომ ყველა რისკი გადაზღვეულია და რისკს არ შეიძლება, ესე იგი ახალს არ ვაკეთებთ. ანუ სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ მე ჩემ მხრიდან დაგიმატე. მაშინ ბიზნესს არ აკეთებ. ხო, ეგ არის. ამიტომ შიშის კომპონენტი თუ არ იქნა რაღაცაში მოსაწყენია და იმიტომ რომ არ არის ახალი. ამიტომ ნაწილობრივ ყველაფერი გადაზღვრულია, მაგრამ ჩვენც როგორც სოფო, ჩვენც ნერვიულობთ რომ გაეშვება ვაიზერი რა მოხდება და ხო, თავარი არის რომ ამ კომუნიკაციის მერე მართლა რასაც შევპირდით, რასაც დაეფუძნა ეს ბრენდი, რომ გვინდოდა რომ ცოტა შეგვეჯანჯღარები რა ბაზარი, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ისეთ ერთ მდგომარეობაში არის და პროდუქტები აღრევამდე მსგავსი არის ერთმანეთის და რაღაცა ის არის, რაც მარტო სადაზღვევო ინდუსტრიას არ ეხება, ზოგადად ინდუსტრიებში კონკურენტების პროდუქტები თანამედროვე სამყაროში დიდად აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან და როს შემოდიხარ ბაზარზე და რაღაცა ახლის გაკეთება გინდა წამოჩენა, ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედო და ეს მარტო მოქმედება არ უნდა იყოს მარტო სიტყვით და საქმეც უნდა მიყვეს ამას. შვენიერი. და ჩვენ ესე იგი ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. უпростоრად იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ, რაც აქამდე 15 წელი გვიკეთებია. ზოგადად ბევრი რამეც გიკეთებით. ძალიან. ძალიან. მე ძალიან ვამაყობ ამ 15 წლით და ანუ ეს ცვლილება არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს დამშვიდობებას იმ 15 წელთან პირიქით, ეს არის ის საფუძველი, რაზედაც ჩვენ როგორც ვაკამთქვა შევაჯანჯღარებთ ყველაფერს.